მარიკა არევაძე, ადვოკატი, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი, ჩვენი გადაცემის სტუმარია. მოგესალმები და მიხარია რომ ხედავ გარეთ. მადლობთ, ყოფთ. ქალბატონო მარიკა, აი ჩამოვთვალეთ არაერთი საქმე და საერთოდ 100-ზე მეტ საქმეზე არის ლაპარაკი. სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხე, მოდით დავიწყოთ სამართლებრივი კუთხით, აი რა აერთიანებს აი ამ ყველა საქმეს და საერთოდ კანონთან აქვს თუ არა და სამართლიანობასთან რაიმე შეხება. კანონს როცა ვგულისხმობ, მე მხედველობაში მაქვს ნორმალურ ქვეყანაში კანონმდებლობები და არა ის, რომლითაც ახლა ამ ხალხს ასამართლებს ქართული ოცნება. მოგესალმები კიდევ ერთხელ, მინდა გითხრა, რომ ნამდვილად 100-ზე მეტი კონკრეტულად ჩემი მონაცემებით, რომელიც პარტია ახალი ცხელი ხაზის ფარგლებში გვაქვს, 100 ადამიანამდე უკვე არის რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც ადმინისტრაციული წესით დაექვემდებარნენ ამა თუ იმ სახდელს ამ ეგრეთ წოდებული გამკაცრებული კანონების ფარგლებში და აქ აღსანიშნავია, სწორი იყო, კარგად იყო ეს კითხვა დასმული, ასე ვთქვათ, სამართლებრივი და პოლიტიკურ ჭრილში და რამდენად აქვს საერთოდ ამას რაიმე სამართალთან იმ პროცესს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ხომ? მე პროფესიით ადვოკატი გახლავართ და ძალიან მიჭირს შევაფასო ეს ყველაფერი როგორც ადვოკატმა, იმიტომ რომ ამ პროცესს ზოგადად არა აქვს სამართალთან არავითარი კავშირი და გეტყვით რატომ. პირველ რიგში ჩვენ ვუყურებთ პროცესებს, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ხდება რა ეგრეთ წოდებული კანონებში ცვლილებების შეტანა, რომელიც მიმართულია პირდაპირ იმისკენ, რომ მოახდინოს რეპრესიები. ამ რეპრესიული მანქანის ამ ცვლილებების ფარგლებშიც კი ჩვენ ვხედავთ გამაოგნებელ სურათს სასამართლოებში და გამაოგნებელს რატომ. მე როგორც адვოკატი ასევე ჩართული ვიყავი ამ პროცესებში, გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, ზოგადად ზედამხედველობას მოწევდა კონკრეტული საქმის ფარგლებში, მაგალითად ზვიად კვარაცხელიას შემთხვევაში, წერალი, ვიცით ყველამ ხო, როგორი დამსახურებული ადამიანია და ასევე კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანის შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში 3 დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდათ პასუხისგებლობის სახით და მეორე შემთხვევაში არჩილს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ რა მინდა გითხრათ როგორც ადვოკატმა რა ხდება ამ საქმეებში. ამ საქმეებში არ არსებობს მტკიცებულებები და ამ საქმეებში ჩვენ სამართალთან, კონტექსტთან, ზოგად მოცემულობასთან არ გვაქვს საქმე. და რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში ჯერ ერთი რომ პროტესტის გამოხატვა გახდა კრიმინალიზებული მოქმედება ამ არალეგიტიმური ცვლილებები პარლამენტის მიერ შექმნილი ცვლილებებით და მეორე, სასამართლოში საქმეები არ არის ამ პირობებშიც კი მზად შეტანილი. ტენდენცია გამოიკვეთა ისეთი, რომ რამდენიმე საქმე მარტო იმიტომ გადაიდო არა მხოლოდ ერთხელ, ანუ დაპატიმრებიდან მალევე რომ მიიყვანეს, არამედ მეორეთაც, მხოლოდ იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგენილი არ ქონდა მტკიცებულებები, იმიტომ რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, ხომ? ასევე მე წარმოვადგენ ქალბატონ აზას, ყველამ ვიცნობთ მას, ხომ, რომელიც პირბადის გამო გააჩერეს და ისე ჩაუტარეს სასამართლოს ხდომა, რომ არ იცოდა მან სასამართლოს ხდომის შესახებ, არ მიეცა გონივრული და იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხდინა რაიმე პოზიციის წარმოდგენა, იმიტომ რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სჭირდებოდა პირბადის კეთება, ამის შესაბამისი მტკიცებულებები ჰქონდა მომზადებული და ველოდებოდით პროცესს რომ მოგვეხდინა მათი იქ წარდგენა. ანუ როგორც სამართლებრივ ჭრილში რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ეს საქმეები სავსეა აბსურდით და ამ საქმეებს არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და მე დარწმუნებული ვარ, შენ საკუთარ თავზეც გამოსცადე ეს ყველაფერი. მე ვისარგებლო შევთხოვი და კიდევ ერთხელ ვთქვა ჩემი თანამესაკნის შესახებ, რომლის ხდომა თქვენ ახსენეთ ახლა პირბადე, ხო? პირბადის გამო იყო ოღონდ მას ის საერთოდ გზის სავალ ნაწილი ტროტუარზე იყო ერთი სიტყვით. წინა პერიოდშიც ის გააჩერეს იმის გამო, რომ პირბადეს ატარებდა ოღონდ დედაქალაქის სხვა ადგილებში, იმიტომ რომ მას სტომატოლოგმა მისცა ეს რეკომენდაცია, რადგან კურნალობდა, რომ არ გაეკეთებინა, ის არ ემოძრავა პირბადის გარეშე და ის ტროტუარზე რუსთაველზე იყო პირბადით. დააკავეს შემდეგ მეორე დღეს და მოსამართლის მსჯელობა იყო გამაოგნებელი, მე წავიკითხეს დადგენილება, გადაწყვეტილება მოსამართლის. იქ მსჯელობს, რომ ვერ დაუჯერებს მხოლოდ მხარეს, რასაც უყვება, მაგრამ ეს ადამიანი ეუბნება, რომ საბუთს მოვიტან. შეგიძლიათ დაიბაროთ ადამიანი, ვინც მე მკურნალობს, შეგიძლიათ ის ფოტოები, რომელიც პოლიციამ წინა პერიოდში გადამიღო ქუჩაში, როდესაც იმყოფებოდა დედაქალაქის სულ სხვა კუთხეში და მოსამართლე ამბობს, რომ მხოლოდ ამას ვერ დაუჯერებს, საკმარისია საჭიროა მტკიცებულებები, ოღონდ მსჯელობა მოსამართლის სრულდება აქ.
ამ საკითხზე აქსვამს წერტილს, არანაირ მტკიცებულების წარმოდგენის საშუალებას არ აძლევს და გზავნის იზოლატორში, ანუ უფარდებს პატიმრობას. ეს საერთოდ რა არის? აი რასთან გვაქვს საქმე? ეს კონვეიერული პრინციპით რომ ამბობენ, აი ამის ნათელი გამოხატულება, მაგალითად კონკრეტულად ეს მაგალითი რომელიც მოვიყვანეთ. საერთოდ რა ფუნქცია აქვს მოსამართლეს, როდესაც ასეთ სხდომებზე შედის და ამ გადაწყვეტილებებს? რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან, საპროცესო უფლებების დარღვევასთან, იმიტომ რომ თავიდან როცა სხდომა იხსნება, თვითონ მოსამართლე ეუბნება ხოლმე იქ ეგრეთ წოდებულ სახდელდადებულ პირებს, რომ თუ უფლება გაქვთ წარმოადგინოთ მტკიცებულებები, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მოსამართლე არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მოახდინოს ამ მტკიცებულების წარმოდგენა. მეც მქონდა დაყენებული შუამდგომლობა მაგალითად სხდომის გადადების შესახებ იმ მიზნით, რომ წარმოადგინა მტკიცებულებები, მაგრამ ასეთი არ განხორციელებულა. ეს რას ნიშნავს, რომ მართლა კონვეიერული სისტემით მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, სასამართლოში. საერთოდ მეც 16 წელზე მეტია სასამართლოში, როგორც ადვოკატი საქმიანობდი, სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, ასეთი არაფერი მინახავს, გამაოგნებელი ხდებოდა ერთ ღამეს სასამართლოში, როდესაც წინა დღის დაკავებული 15 პირი მოიყვანეს და ასევე მოიყვანეს 40-მდე პირი იმ დღეს დაკავებული. ოღონდ ეს ყველაფერი ამან გამოიყვანა წყობრიდან, როგორც სასამართლო სისტემა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ ხალხი, რომელიც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ვართ, ამ დროს კიდევ ერთიანდებით, მობილიზდებით, ვიცით როგორ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს და თვითონ სასამართლო, მანდატური სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სამართალდამცველები, ასევე წარმომადგენლები, იყვნენ აი გამოფიტულები, გაოგნებულები და ალბათ მინიმუმ იმ კითხვას დაუსვავენ საკუთარ თავს, რომ რატომ ხდება ასე, რას აკეთებენ და რატომ აკეთებინებენ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ხო სასამართლო აღარ აყვავს რეალურად. ჩვენ რო დავაკვირდეთ პროცესებს, გინდა ადმინისტრაციულ საქმეებზე, გინდა სისხლის სამართლებრივ საქმეებზე, ჩვენ ვხედავთ რას, რომ რასაც ეუბნება პროკურატურა, რასაც ეუბნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, აი იმ ჩარჩოში მოქმედებს მოსამართლე. ჩვენ გვაქვს ახლა რეალობა, როდესაც ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტი ამტკიცებს რაღაც ცვლილებებს, რომელსაც უწოდებს კანონს. შემდეგ კი ამას აღასრულებს მთელი რეპრესიული მანქანა, ჩართულია პოლიცია, სასამართლო, არ ვიცი, იზოლატორები, ყველაფერი ემსახურება აი ამ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. მე მაინტერესებს აქედან გამომდინარე, რა პერსპექტივა აქვს ქვეყნის გარეთ აი ამ საქმეებს. მისი გასაჩივრება რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ მართლა გამაოგნებელი საქმეებია და თვითონ აი ეს კანონმდებლობა შეგვიძლია თუ არა შევადაროთ რაიმე ნორმალურ კანონმდებლობას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განვითარებულ სახელმწიფოებში, იმიტომ პროპაგანდა აკეთებს ასეთ რამეს. ის ეუბნება, რომ არსებობს კანონი და არ ახსენებს როგორ არის ეს კანონები მიღებული და აი ეს კანონი დაირღვა, მაგალითად არ შეიძლება თურმე პირბადის ტარება, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს ადამიანს და უნდა დაიჭირონ. დიახ, ეკუთვნის ამას, ამბობს პროპაგანდა. ახლა მაინტერესებს შეკითხვა ამ საქმეების პერსპექტივა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გასაჩივრების თვალსაზრისით და თავად კანონმდებლობა, რომელიც შეგვიძლია თუ არა შევადაროთ რაიმეს თვალსაჩინო. კი ბატონო, მოდი პერსპექტივით დავიწყოთ, იმიტომ რომ სანამ რა თქმა უნდა მინიმუმ ჩამოვთვალე, ეს არის სამართლიან სასამართლოს უფლების დარღვევა, საპროცესო უფლებების დარღვევა, უკანონო თავისუფლების აღკვეთა, იმიტომ რომ თუ კი უსამართლო იყო გადაწყვეტილება და არ მიეცა პირს შესაძლებლობა, რომ დაეცვა საკუთარი თავი და წარედგინა მტკიცებულებები, შეიძლება გავიდეს უკანონო თავისუფლების აღკვეთაზე, ამ ყველაფერს აქვს პერსპექტივა ევროსასამართლოში. თუმცა სანამ გავალთ ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ეგრეთ წოდებულ სტრასბურგის სასამართლოში, როგორც ხალხში არის ცნობილი, მანამ ჩვენ შიგნითაც ნორმალურ ვითარებაში შიგნითაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ რეაგირება. არა მარტო ჩვენ ხალხს, ანუ და ადვოკატებს, რომლებსაც შეუძლიათ რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ მე მახსოვს არჩილ გიორგობიანის საქმეზე, როცა ვიყავი წარმომადგენელი, მაშინ მოსამართლესაც ვთქვარი, რომ სასამართლოს თვითონ აქვს შესაძლებლობა, რომ ადგეს და შესაბამისობას, როგორც კი დაინახავს, რომ რაღაცა შეუსაბამოა შეიძლება იყოს კონსტიტუციასთან, თვითონ შეაჩეროს საქმის განხილვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ისე მოახდინოს შემდგომ გაგრძელება, რომ დარწმუნდეს აქ კონსტიტუციური ნორმების დარღვევას და უფლებების დარღვევას ხომ არა აქვს ადგილი. ხო, მე მინდა ვისარგებლო ასევე ამ შემთხვევით, რომ დღეს გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანი, ბიჭი გიორგი მინდაძე, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით არის გამოკეტილი ციხეში და
სრულიად უსაფუძვლოდ იხდის იქ სასჯელს და მინდა შევეხო ამ ნაწილში სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულებსაც, იმიტომ რომ მთელი ამ რეპრესიების ფარგლებში ერთია რომ ყავს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანები, მაგრამ გაცილებით მძიმეა სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, იმიტომ რომ განსხვავებით იმისა, თუ კი 14 დღე არის ადმინისტრაციული შემთხვევაში მაქსიმალური ვადა, ან 30, ხო, იქ არის წლებზე საუბარი სისხლის სამართლის მიმართულებით. მე მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი ყავს იქიდან დასახსნელი და აი მაგალითად გიორგი მინდაძის შემთხვევაში დღემდე საქმეში, როცა მის ადვოკატს ვესაუბრე, არ არის წარმოდგენილი სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ინსტანციიდან ჰქონდათ დაკვეთილი ჰაბიტოსკოპიური და სხვადასხვა ექსპერტიზების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს გიორგის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას და apelatsiyis ეტაპზე არიან და ეს დასკვნა ჯერ კიდევ არ არის მომზადებული. რატომ არ არის მომზადებული? იმიტომ რომ საქმეს არ გამოეცალოს საფუძველი და ვერ შეძლონ ასე ვთქვათ, რეჟიმს მიეცა შესაძლებლობა გააგრძელოს თავისი რეპრესიები. ასევე გიორგის მსგავსად კიდევ სხვებს არ ეძლევათ საშუალება ელემენტარული კანონით მინიჭებული უფლებებით ისარგებლონ იმ შემთხვევაშიც კი თუ რეჟიმს მიაჩნია, რომ ისინი არიან დამნაშავეები. მაგალითად, იგივე მეხსიერების ბარათები, რომელთაც შეიძლება სასურველი მუსიკის ან ფილმის შეტანა და იქ ხურება, ხო, როდესაც გამოკეტილი არიან დახურული ტიპის დაწესებულებებში. ეს ყველაფერი შესაძლებელია რომ მოხდეს, მაგრამ არ აკეთებენ. ანუ ნახეთ, იქაც აგრძელებენ მათი უფლებების დარღვევას და გამოუგნებელია ის, რაც მოხდა დღეს ზინოვკინასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რაც გავრცელდა, რომ ამ ადამიანს მსგავსად ნინო დათაშვილის საქმისა აქვს ხერხემლის პრობლემები, ხერხემლის მძიმე მდგომარეობა და ადამიანის მხრიდან გავიგეთ ასეთი მძიმე სიტუაცია, რაც გავრცელდა დღეს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საქმესაც მოვიკითხავთ, შევალ, ნახავ, ჩავერთვებით ამ საქმეში, თუმცა ჩვენ ვხედავთ რას, რომ რეჟიმი ცდილობს, ანუ არა ადამიანობისკენ არის წასული, მარტო რეპრესიებს კი არა ახორციელებს, ნულოვანი თანაგრძობა, რაც თქვა ქართული ოცნების პრემიერმა, ზუსტად იმას მიყვებიან. ანუ ადამიანობისგან თლიანად არიან დაცლილები. და ასევე მინდა დათაშვილის შემთხვევაში გამოუგნებელი სურათი. დათაშვილი ძალიან ცუდა. ხო, არ გირაო მოითხოვა, მას შემდეგ რაც ადამიანის ჯანმრთელობა კატასტროფულად დამძიმდა. ანუ ეს გირაო შესაძლებელი ყოფილა და საერთოდ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ადამიანი დამნაშავე კი არა. ადამიანის მიმართ მოხდა დანაშაულის ჩადენა. დანაშაული და დაიჭირეს მასწავლებელი და ფაქტი ის არის, რომ მასზე იძალადეს, ანუ საერთოდ რაზე გვიწევს საუბარი ამ არ ვიცი სასამართლოზე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო. სასამართლო რა არის? მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, ხელისუფლების შტო არის და მისი ფუნქცია არის, რომ განახორციელოს მართლმსაჯულება ერთი და მეორე, უზრუნველყოს ის, რომ რომელიმე შტომ, ანუ აღმასრულებელი იქნება თუ საკანონმდებლო, არ მოახდინოს უფლებების დარღვევა, არ მოახდინოს დემოკრატიის კურსიდან გადახვევა. და დღეს, როდესაც დამორჩილებული, სრულად დამორჩილებული სასამართლო ყავს, ჩვენ რისი იმედი გვაქვს, რომ ეს სასამართლო შემოგთავაზებს დემოკრატიის დაცვას და ადამიანის უფლებების დაცვას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც კი ცვლილებები დადგება, პირველი რაც უნდა მოხდეს სასამართლო რეფორმა და ეს სასამართლო რეფორმა აუცილებლად ჩატარდება. სასამართლო რეფორმის გარდა თითოეულ მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ ყველა ის საქმე ადმინისტრაციული იქნება ეს თუ სისხლის სამართლებრივი, რომელსაც ამ პერიოდში რაღაცა დავალებების ფარგლებში ცხადდება კონკრეტული მოსამართლეების პირით და სახელით, ხომ აუცილებლად იქნება შესწავლილი და აუცილებლად იქნება შედარებული რამდენად ობიექტურად კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა გადაწყვეტილებების მიღება. კი ბატონო და ერთი შეკითხვა ასევე უკავშირდება უკვე პოლიტიკურ ნაწილს, თქვენ ადვოკატის პოზიციიდან საუბრობდით, ახლა უფრო მეტად იურისტის პოზიციიდან, ახლა როგორც პოლიტიკოს მინდა გკითხოთ. ეს რეპრესიული კანონმდებლობა არის ამგვარი, რომ ადმინისტრაციული შემდეგ მოდის სისხლის სამართლის წესით ადამიანების ციხეში ჩასმა. და მაინტერესებს აი ამან რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ქართული ოცნებისთვის და როგორც პოლიტიკოსი რას გვეტყვით იმის შესახებ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი თქვენი პოლიტიკური კოალიციის, რომელსაც აკრძალვით ემუქრებიან ახლებს კონკრეტულად, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი და პოლიტიკური პარტიების როლი რა არის ამაში? კი ბატონო, აკრძალვით დავიწყებთ, მოდით, იმიტომ რომ ჩვენ აკრძალვით გვემუქრებიან, იმიტომ კი არა, რომ რამე დანაშაული გვაქვს ჩადენილი, ან პირადად მე, რომელიც მთელი ცხოვრება მიძღვნილი მაქვს ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ბევრი ყველა ასეთი ვართ ჩვენს ასე ვთქვათ პარტიაში, ხო და კოალიციაში, არამედ იმიტომ, რომ ჩვენში ხედავენ საფრთხეს
იმაში საფრთხე ჩვენგან მომდინარე იმაში ხედავენ, რომ ესე იგი დემოკრატია გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია. დემოკრატიულ პირობებში ისინი ვეღარ შეინარჩუნებენ მიტაცებულ ძალაუფლებას. იგივე უნდა ხალხს. და სწორედ ამიტომ ახორციელებენ ამ რეპრესიებს, ხომ? ამ წუთას ოცნების მხრიდან ხორციელდება ის, რომ როგორღაც გატეხოს პროტესტი, როგორღაც გააჩეროს პროტესტი და მოახდინოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ნორმალიზება. ნორმალიზებით ის რას მიაღწევს? ერთი გააგრძელებს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას მიტაცებული ძალაუფლების ფარგლებში და მეორე დასავლეთს და ცივილურ სამყაროს დაელაპარაკება, რომ აი მე შეგნით ნორმალიზებას მივახციე და მაღიარე ისეთი როგორიც ვარ და როგორიც ანუ როგორიც მოცემულობაც მაქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის გამორიცხული. სწორედ ამას უპირისპირდება ხალხი. სწორედ ამიტომ ადამიანები იზოლატორებში მიდიან, ციხეებში მიდიან, ხო? რომ ამ ყველაფერს დაუპირისპირდეს საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. პროტესტი უნდა მოხდეს, არამედ გაძლიერება არის. პროტესტის გაძლიერება არის მთავარი მიზანი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს აკრძალვა იქნება თუ არ იქნება, ჯერ ერთი ეს დიქტატურის ბოლო ნიშნებია, მაგრამ იქნება თუ არ იქნება, როგორ დასრულდება, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ კოორდინაციაში მოვიყვანოთ ყველა საპროტესტო ჯგუფი, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, უბრალოდ აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, რომელიც ჯერ კიდევ ვართ ამ ბრძოლაში, ხომ? ყველამ ერთად გავაერთიანოთ ძალები, პროტესტის კერები გავაჩინოთ, პროტესტი უნდა მოედოს მთელს ქვეყანას. ანუ გამოხატული პროტესტი, ეს კონსოლიდაციის პროცესი, რაღაც ახალი ტიპის გადალაგება ახალ რეალობაში დაწყებულია, თუ ეს უბრალოდ ახლა მოწოდება თქვენი მხრიდან? არა, მუშაობა მიმდინარეობს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა პროცესში ვართ, ჩვენ ვიცით რა საფრთხეები მომდინარეობს ოცნების მხრიდან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ და ეს ბრძოლა გავიყვანოთ გამარჯვებამდე. მარიკა რევაძე, ადვოკატი, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი.